სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. თქვენ იცით, რომ ყველა შაბათს განსაკუთრებით მიცვალებულთა მოხსენიება ხდება, მიცვალებულთა დღეადის პანაშვიდი გადაიხდება და ჩვენ აი ერთ რამეზე კარგი იქნება რომ დავფიქრდეთ. კი, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენს მიცვალებულებს ვლოცულობთ, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ ავად როდესაც არის ადამიანი, აი ჩვენი ოჯახის წევრი იქნება, მეგობარი იქნება თუ სხვა და ხედავთ რა ტკივილებს განიცდის. შეიძლება ძალიანაც გიჭირდეს, ძალიანაც გეზარებოდეს, შეიძლება აი დიდი შრომაც გასწიო იმისთვის, რომ წამალი მოუტანო და აისარჯო ესე იგი. ეს იოლი კი არ იყოს, რომ უბრალოდ დაფთიაქში მიხვიდე და მოუტანო, აი რაღაც გარკვეულ შრომას უკავშირდებოდეს და მაგრამ ეს ამ შრომას ძალას მატებს იმაზე ფიქრი, რომ როგორ სტკივა იმ ადამიანს და როგორ ანუგეშებს ეს წამალი იმ ადამიანს. რატო ვამბობ ახლა? როდესაც ჩვენ მიცვალებულებზე ვლოცულობთ, უნდა რწმენის თვალით შევხედოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ რა მდგომარეობაში იმყოფება ამა თუ იმ გარდაცვლილის სული და აი ღვთის წინაშე დგას და ღმერთს პასუხს აძლევს თავისი ცოდების გამო. წარმოიდგინეთ, აი თავისი ფიქრების, თავისი საქმეების, თავისი სიტყვების და ელოდება, ესე იგი, ან მარადიული სიხარული, ან მარადიული სატანჯელი. აი სახარება როგორ აღწევს, ესე იგი, წმინდა წერილი. ისეთი სიხარული ელოდება ადამიანს, რომელიც თვალს არ უხილავს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ესე იგი, აქ ერთ ადამიანზე კი არ ელაპარაკი, საერთოდ ყველას ერთად აღებულს. აქ ამ წუთის სოფელში ისეთი რამ არ უხილავს, რამდენი რამ უნახია ადამიანს, მაგრამ ისეთი სიდიადის არაფერი არ უნახი. ისეთი სიდიადის არაფერი არ მოусმენია და ადამიანის გულს არ განუცდია ჯერ ის სიხარული, რაც იქ ელოდება. ამას ამბობს წმინდა მოციქული პავლე. აი ეს ელოდება დაუსრულებელი სიხარული. თან იმ სიხარულს დასასრული არ აქვს. ამ წუთის სოფელში შეიძლება დღეს რაღაცა გიხარია და ხვალ ისეთი რამე მოხდეს, რომ სულ დაგავიწყდეს ის სიხარული. მეორე მხრივ კი შეიძლება წუხარებაც სიხარულმა შეცვალოს. სოლომონ ბრძენი ამბობს, ჩვენო გავიწყდებაო, სიხარულის დროს გავიწყდებაო, რომ ჭირი იყო და კვლავ იქნება. ამიტომაც თავაშებულად გადაეშვება ხოლმე აი ამ განცხრომაში ადამიანის სიხარულის ჟამს და აღარ ახსენდება, რომ თავშეკავებაა საჭირო და პირიქით და წუხარების დროს არ გვახსოვს, რომ სიხარული იყო და სიხარული კვლავ იქნება. ზოგჯერ ადამიანი უიმედოდ არის, რაღაცა განსაცდელის დროს ფიქრობს, რომ სულ ასე იქნება, ყურებს ჩამოყრის, რაღაც ჩაუბნელად მოეჩვენება მომავალი და თითქოს ნათელი არსად არ ჩანს. ამ წუთის სოფელში ცვალებადია სიხარულის და მწუხარებას, მაგრამ იქ მარადიულია. და მწუხარებას რაც შეეხება, აი სახარება როგორ აღწევს, ესე იგი, ჯოჯოხეთის ტანჯას, რომ იქ იქნება ცეცხლი ჩაუქრობელი. აქ ახლა იმ ნივთიერ ცეცხლზე კი არ არის საუბარი, რომ ადამიანს ან ხელი ეწვება, ან ფეხი ეწვება. აი ხო ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცის გამო სინდისირო ტანჯავს, ესე იგი, აი კი არავინ არ იცის ის, მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ შენ იცი, რომ ის არასწორად იყო გაკეთებული და სინდისი გამხდის. აი როგორც ლოდი ისე კაცო, ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ერთმა კაცმა ბოსტნეულის მაგვირო თქვები რო ჩაულაგა სხვას და რო გაატანა გაყიდა. და შემდეგ შეხვდა და ბოდის ეუბნება, რომ ბოდიშიო მაშინა მე რაცა დავხარბდიო და ქვები ჩაგიდეო ბოსტნეულის ნაცვლადო და ჩვენო რაო, ჩვენ ის იმ დღესვე გადავყარეთ ის ქვებიო და შენ კიდევ შესაწყალო ამდენი წელი გულით გიტარებია ის ლოდებიო და აი ეს ლოდია, რომელიც ადამიანს ამძიმებს და აი ეს ცეცხლია, რომელიც წვალს, ესე იგი. იქ წერია, რომ მატლი დაუძინებელი. ახლა წარმოიდგინეთ ადამიანს
მატლები ჭამდნენ და იცოდნენ რომ ეგ მატლი არასოდეს არ მოკვდება აი ამ ტანჯოს რაღაცით ადამიანმა რომ გაიგოს ის რაც ადამიანის თვალთაგან უხილავია რაღაც ადამიანური მაგალითები მოყავს ღმერთს რომ იქ არც მატლი არ არის და არც ცეცხლი არ არის ამ პირდაპირი გაგებით ესე იგი და რატო ამბობ ადამიანი რომელმაც ამ წუთის სოფელში იცხოვრა ზოგმა ღვთისმცნებებით იცხოვრა როგორც შეძლო სინანულით ზოგმა ხო ამის გარეშე იცხოვრა ზოგმა ასე ზოგმა ისე და ყველა დგას ღვთის წინაშე გარდაცვალების შემდგომ და ის ღვთისაგან მოელის პასუხს და აი ეს მდგომარეობა უნდა გაიხსენოს ადამიანმა და ეს ამისი გახსენება ძალას შემატებს ჩვენს ლოცვას ჩვენს გულმოდგინებას რომ მათ ეს სჭირდებათ აი წარმოვიდგინოთ რომ ახლა რაღაც სიტყვა ჩვენს გარდავიცვლებით ზოგი ასე ზოგი ისე რაღაც მოხდა ჩვენ გავართ ღვთის წინაშე და არ ვიცით იქ რა იქნება გაურკვეველია ძერ ჩვენთვის რა თქმა უნდა ქრისტიანი იმედით არის და ღმერთის გულმოწყალების იმედი აქვს არა საკუთარი საქმეების არამედ ღვთის მოწყალებისა და მაგრამ როგორათაც არ უნდა იცხოვრო მაინც ყველა შემთხვევაში შიში გექნება აი ერთ-ერთი წმინდა მამის გარდაცვალება არის აღწერილი და თავისი სულიერი შვილები ეკითხებიან ხედავ რომ ეშინია და ტირის ამის გამო და ტირის სინანულის გამო და შიშობს მაინც ესეთი განწყობა აქვს და მამაო ეკითხებიან განაო შენცო რომელიც მთელი ცხოვრება ღვთისმცნებებით ცხოვრობდიო და სიწმინდითო შენც გეშინიაო გარდაცვალებისაო და ის ამბობს რომ კიო შვილო მე როგორც შემეძლო აღვასრულებდიო ღვთისმცნებას მაგრამ რა ვიცი ღვთის წინაშე რო წავდგები რა იქნება ეს შიში ბუნებრივია როგორც წმინდა იოანესინელი ამბობს მაგრამ ძრწოლა გარდაცვალებს აი გადამეტებული შიში სიკვდილისა ესო მოუნანიებელი ცოდვების ბრალია და შეგი მაგალითი მოყავს მაცხვარი რომ გეციმანიის ბაღში ლოცულობს მას შეეშინდაო მაგრამ არ შეძრწუნებულაო შეეშინდა რადგან ადამიანური ბუნება გამოვლინდა აქ ადამიანური ბუნება ქონდა მაცხვარს მაგრამ არ შეძრწუნებულა რადგან მას ცოდვა არ ქონდა დავით მებსალმუნე ამბობს განვემზადე და არა შევძრწუნდი რამე თუ ვიმარხენ მებცნებანი შენი ანუ რა დროს არ შეძრწუნდება ადამიანი როდესაც ის ცდილობს ღვთისმცნებების ახსრულებით მოემზადოს მარადიული ცხოვრებისათვის და ღმერთთან შესახვედრად. ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა რომ ვიხსენებთ რა ჩვენს მიცვალებულებს ისიც გავიხსენოთ ის ჟამი როდესაც ჩვენ ვიქნებით მათ მდგომარეობაში და ჩვენ წავდგებით ღვთის წინაშე და წმინდა მამები ამბობენ რომ ქრისტესგან ჩვენ იმავეს მოვისმენთ რასაც აქვს ჩვენ სინდისი გვეუბნაოთ ზოგ შემთხვევაში ჩვენ უჯერებთ ამ სინდისს ზოგ შემთხვევაში არ უჯერებთ მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი განკითხვა ღვთის წინაშე იქნება სწორედ სახარებისეული მცნებების მიხედვით და თუ ჩვენ ვამბობთ რომ ვართ ქრისტიანები შეიგი სახარებისეული მცნებებით უნდა ვიცხოვროთ აი რაღაცა ცხოვრებისეული გამოწვევის წინაშე რომ დგები ადამიანი არა უნდა ამ დროს გონებაში რამდენიმე პარალელური ადგილი გაგახსენდეს რომ სახარებაში რა წერია ამის შესახებ როგორ უნდა მოიქცე ანუ თუ გინდა რომ სწორი ორიენტირი გქონდეს აი ვიცოდეთ როგორ მოიქცე და იცადო ისე მოიქცე თუ მოხდა ისე რომ ვერ მოიქეცით ისე მაშინ ვიცით რა უნდა შევიდანოთ რა უნდა გამოვასწოროთ და ესეც ერთგულება ღვთის როდესაც ჩვენ ნანობთ იმას რითიც მას ვერ დავემსგავსეთ და ვმადლობთ იმის გამო რითიც მან ძალა მოგვცა და მას დავემსგავსეთ და ქრისტიანობა სწორედ ეს არის რომ ადამიანი ქრისტეს ემსგავსებოდეს რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია ამას წმინდა გრიგოლ ნოსელი ასე აღწერს აი ასე ამბობს რა არის ქრისტიანობა ქრისტიანობა არის ბაძვა ქრისტესადმი იმდენადაც რამდენად ჩვენ ადამიანურ ბუნებას ეს შეუძლია ადამიანი ამისაკენ უნდა ისწრაფოს ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გავყოფოთ და ღმერთმა აწყოვნოს ჩვენი მიცვალებულები